მოკლედ მეგობრებო, რაც გადავიღეთ ბოლნისი, ხო იქ რაღაცა თხოვე რა ხალხო დაგვეხმარეთ, მე კი დიდი მადლობა ვინც დაგვეხმარა ფინანსურად. ავი ზოგმა 5 ლარი ჩაიწყა, ზოგმა 10 ლარი. ვა, ნახე რა მაგარი ძაღლი გაიჩნდა. ცოტა შელახულია, მაგრამ ალბათ აჭმა. ხო და რა მინდოდა მეთქვა რა? ყველა დიდი მადლობა მინდა მოუხადო აი ამნაირი გვერდზე დგომისათვის. მე და ბატონი დავით შევეცდებით რომ მთელი ქვეყანა მოვიაროთ. და სხვადასხვა რაღაცები გადავიღოთ და რა უნდა მეთქვა? ეხლა თბილისში ვარ, უკან არის ჩემ უკან თბილისის ზღვა. ერთმა კაცმა შემოგვეხმიანა ზეთების გამოცვლა მაქო. დიდი ხანია ვიყავიო. უცხოეთშიო რომ მოკლედ იქიდან რომ ჩამოდია ხოლმე ხალხი რაღაცნაირად სხვანაირები არიან, სანამ ისევ ჩვენ ჭკუაზე მოექცევიან. მოკლედ ზეთებს აწვლიო და გაუმართლე. ხოდა მოკლედ დაგეხმარებითო, რითიც დავდივართ ერთი ძველი ემელი ყავს და ზეთს გამოგიწვით რა, დაგეხმარებითო მაგამოში. ხოდა რავი, აი ჩვენც ამოეთ ეხლა მარტო დახმარება ხო არ არის, მინდა რომ ეს კაცი გაგაცნოთ. ხარისხიანი ზეთები აქვს? ხარისხიანი ზეთები აქვს? მართლა, აქ ბევრი ხო იცით ყუის ხოლმე და რაღაცა, მაგრამ ნუ პატიოსანი ადამიანია. არც პატარა არა ვარო, მაგას ვერ მიხვდი ადამიანი როგორია რა. მოკლედ თბილისის ზღვაზე, ამოხვალთ პატარა ზღვა რო არის, შკოდის დაშილები. მოკლედ ამ მისამართს ჩავაგდებ იმაში. აი გარშემო დიდი საბავშვო ბაღი აქვს. აი ნახე. იქ არის რაღაცა საბავშვო ბაღი რა. ჭრელი. სკოლა არაფერშია შეგეძლებათ. თბილისში თუ ხართ, რავი, ყველა მიმართულებით მიწდები. მოდით ზეთია გამოცვალეთ. მოდით